საქართველოს დღეს უსწრებს ისეთ მოწინავე ქვეყნებსაც კი, როგორიცაა ბელგია, ირლანდია, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი, იაპონია და ესე შემდგომ. ქვეყანა საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ნორვეგია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ასე შემდეგ. საქართველოს უსწრებს არაერთ ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს. ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით საქართველოს მსოფლიოში მესამე ადგილზეა. კორუფციის თავისუფლების აღქმით საქართველოს უსწრებს ევროკავშირის და ნატოს 20 წევრ სახელმწიფოს. ნატოს და ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოზე წინ არის ამ პარამეტრით. კანონის უზენაესობის ინდექსი საქართველოს უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს. საქართველოს არის მოწინავე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც კი. მსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს უსწრებს ევროკავშირის წევრ 7, ნატოს წევრ 10 და ყველა კანდიდატ ქვეყანას. კორუფციის არარსებობით საქართველოს უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ, ასევე ევროკავშირის და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს. თუ კორუფციისგან თავისუფლებით არის ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულში. საჯარო ანგარიშვალდებულების მარეგულირებელი მმართველობით საქართველოს წარმატებული პოზიცია აქვს რეიტინგში. საქართველოს უსწრებს შენგენის ზონის და ევროკავშირის წევრ 28 სახელმწიფოს. ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს მნიშვნელოვნად უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორც არის იტალია, მალტა, უნგრეთი, სლოვენია, ბულგარეთი და სხვები. კუთრების უფლების დაცულობით საქართველოს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია. რომ საქართველოს ევროკავშირის და მისი წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია 19 პოზიციაზე.